მოსკოვის მუსიკის სახლში ალექსანდრე ბასილაევსონის საღამო გაიმართა. საღამო კრამთან დაახლოებული მიხეილ ხუბუტიას ქართველთა კავშირის ორგანიზებით მოეწყო. საღამოზე დაპატიჟებული ანსამბლი ივერიას წევრებიც იყვნენ, თუმცა მათგან კონცერტში მონაწილეობა მხოლოდ ნუგზარ კვაშალბა მიიღო. საღამოზე სიმღერები დიანა ღურწკაია, მანანა თოდაძემ, სოსო პავლეშვილმა და თემურ თათარაშვილმა შეასრულეს. ქართული ესტრადის სხვა მომღერლებმა კონცერტში მონაწილეობაზე უარი პოლიტიკური მოტივით ახსნეს და განაცხადეს, რომ პუტინის დაკვეთით გამართულ საღამოზე სიმღერა არ სურთ. დარბაზში უშიშროების ყოფილი მინისტრი ძებნილი იგორ გიორგაძეც იმყოფებოდა, თუმცა მან ქართულ ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვა. კონცერტს ძირითადად რუსეთში მცხოვრები ქართველები ესწრებოდნენ. მიჩეს ახლა გავიდე და ვილაპარაკო მასზე ძალიან ცოტა, იმიტომ რომ სულ 2 საათი გვაქვს და მასზე შეიძლება ძალიან ბევრი ლაპარაკი. ხალხი ელოდება ის ლამაზ მშვენიერ სიმღერებს, დღეს ძალიან კარგი კონცერტი. მით უმეტეს რომ ბევრი ვერ წამოვიდა თბილისიდან რაღაც ყველა თავის მიზეზის გამო, ყველას მე არავის არ ვიზახი, იმიტომ რომ ყველას თავისი მიზეზია. ძალიან მოხარული ვარ რომ ბასილაიას ვიხსენებთ ადამიანმა რომელმაც ამდენი სიმღერა შექმნა. ის ძალიან უყვარდათ მოსკოვში. ივერია იყო ერთ-ერთი საუკეთესო კოლექტივი. ძალიან დასანანია რომ ესეთი სიტუაციაა და საქართველოში ვერ ჩამოვდივართ. ძალიან მინატრება ქართული პუბლიკა.